ქართული ხორბლის საერთაშორისო აღიარება იუნესკომ დადებითი გადაწყვეტილების პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქართული ხორბლის კულტურა შესაძლოა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდეს. საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქართული ხორბლის კულტურის შეტანა ამ ნუსხაში კიდევ უფრო გააძლიერებს ინტერესს ხორბლის ტრადიციების მიმართ და ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიურ მდგრადობას. საბოლოო განხილვა 8-13 დეკემბერს ინდოეთში იუნესკოს მთავრობათა შორისო კომიტეტის მეოცე სესიაზე გაიმართება. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რატომ ვერ არის ხორბლით ასეთი ტრადიციული ქვეყანა თვითქმარი და რა გამოწვევებია სტუმართან აგრო 1959-ის მმართველ პარტნიორთან გიორგი ხანიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უნდა ვისაუბროთ ქართული ხორბლის ფენომენზე და ძალიან სიმბოლურია ალბათ, რომ ქართული პოლიფონიის, ქვევრის ღვინის ტრადიციის, ასევე ანბანის სამი სახეობის და ჭიდაობის შემდეგ ხუთეულს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში სწორედ ხორბალი დაიკავებს. საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ ქართული ხორბლის უნიკალურობა მსოფლიო მასშტაბით, რაში გამოიხატება და ასევე რას მისცემს ეს ერთის მხრივ ქვეყანას და მეორეს მხრივ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული ხორბლის ჯიშების წარმოების განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე დამიძახეთ და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წიგნი ქართველებს, ასეთი დასათაურებით მრავალტომეულია ქართული ერის საგანძური. ამ საგანძურში პირველი საგანძურის რელიგიის შემდგომ მეორე საგანძურად აღიარებულია ქართული ხორბალი. ანუ იუნესკოში ჩვენ ჩამოთვალეთ თუ რა და რა არის აღიარებული როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი, მაგრამ თვითონ ერის საგანძურში ხორბალი პრაქტიკულად არის ერთ-ერთი უპირველესი, რაც გვაქვს. ქართველმა ერმა მსოფლიოს მისცა ძალიან ბევრი რამ. და თანდათანობით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ჩვენ ზედაპირზე ამოგვაქვს ის ფასეულობები, რაც ეროვნული ფასეულობები იყო და თქვენს ეთერში, სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში ხორბალთან დაკავშირებით კარგი გადაცემები იყო, მაგრამ რატომღაც ამ გადაცემებში მივიწყებული იყო, რომ ეს ყველაფერი ვინ დაიწყო. თვითონ ქართული ხორბლის აღიარების ტენდენცია არ დაწყებულა როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლის. დაიწყო როგორც ქართული ხორბალი, როგორც ხორბლის სამშობლო, როგორც ღვინოზე გვაქვს. აქაც არის უზარმაზარი კვლევები, მეცნიერებებს აქვს ძალიან დიდი შრომები, ამ თვალსაზრისით ჩატარებული ძალიან ბევრი კვლევებია, მაგრამ კვლევების გარდა აქვს ძალიან დიდი ღვაწლი მიღებული უშუალოდ თქვენ არხს. პირველ არხს 7 საათიანი დოკუმენტური მასალაა თქვენთან მომზადებული პეტრე ნასყიდაშვილის მეშვეობით და დღეს კიდევ ცოცხალია ბატონი ვანო ზედგენიძე 97 წლის ადამიანია, რომელთაც სათავე დაუდეს ამ ქართული ჯიშების აღწერას, შესწავლას, მოკვლევას, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო იუნესკოში წარსადგენი მასალების მომზადებას. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში. თუ თქვენ დაგაინტერესებთ, არის ესეთი ჯიშთა გამოცდის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ღუღუნიშვილი. იმაზე კარგად დღეს ეს ისტორია არავინ არ იცის, რომ ერთადერთი მოხიკანია, უკანასკნელი მოხიკანია დარჩენილი, ვინც ეს ისტორია მართლა იცის. დღეს რა თქმა უნდა გვირგვინი ედგმება ამ მრავალ ათეულწლიან შრომას და აღიარებულია ქართული ხორბალი. ქართულ ხორბალს აქვს ერთი საინტერესო ტრადიცია. ის ხუთი, ასე ვთქვათ, ჩვენი ენდემური ჯიში უკვე გამოყვანილი იმ ჩვეულებრივი ბალახოვანი მცენარიდან უკვე კულტურული ხორბალი მიღებული რაც გვაქვს, აქ რომელიც მხოლოდ ჩვენთან ხარობს. ხარობს ბევრგან და ეხლა თანამედროვე ჯიშების ბევრ გამყარებაში მონაწილეობს და ასე ვთქვათ, მას თავისი მახასიათებლები აქვს, მაგრამ იცით რაშია საქმე? საოცარი ისტორია, როდესაც სპეციალისტებს უსმენ, გონი ვეღარ არჩევს, სადღეგრძელოა ეს თუ მართლა ისტორიული რეალობა, იმიტომ რომ მაგალითად ხორბალი, რომელიც ელოდება პატრონს, რომ გადაქელვის მერეც კი სიცოცხლეს იწყებს ახლიდან და მესხურ ხორბალს სანამ არ მოჭრი, მანამ მესხი კაცივით გაუტეხელია და არაფერი აშველის არ ფერბა, არ ფუჭდება, იმიტომ რომ ის ელოდება თავის ხორბლის აღებას. ჩვენ გვაქვს 5 რბილი ხორბლის დედა, ტექსაპლოიდური ჯიში, რომელსაც მსოფლიო იყენებს, ერთი მაგარი ხორბლის და მაგარი ხორბალი, რომელისგანაც მაკარონი იწარმოება და მაგალითად იტალიური მაკარონის შესაბამისი ხორბლის გამოყვანაში ქართული ხორბლის ჯიშებია.
რუსული ხორბალი უფრო პირველ და შემდგომ მრავალი ჯიში რომელიც განვითარდა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ქართულ ხორბლებს და ქართული ხორბლის სახასიათო თვისებები იყო მდგრადობა. აი ნახეთ როგორი ლამაზად აღწერს თვითონ სპეციალისტები. კახეთში ჯიშები რომლებიც იყო არის კახელი კაცივით უფრო ჩამდგარი და ჯიჯგვი, რასაც იტყვიან. იმერული ხორბალი არის ტანწერწეთა და უფრო მაღალი იმერელი კაცივით. ანუ თვითონ კულტურასაც კი ესე არჩევენ. რაჭული ხორბალი, რომელსაც თესავ პრაქტიკულად გვიან და აპრილში თესავენ ელოდებიან სექტემბრამდე სადამ აიღებენ. ანუ სიდინჯია რაჭული. ეს ყველაფერი არის ისტორია და ბატონო გიორგი, აი ეს უნიკალურობა, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ ქართული ხორბლის განვითარებას იუნესკოს ფაქტორიდან გამომდინარე, რა მიმართულებით ვპოვებთ თქვენი აზრით და რა უნდა გაკეთდეს უკვე სახელმწიფოებრივად, რომ თუნდაც საექსპორტო პოტენციალის თვალსაზრისით, იმისათვის რომ მეტი დოვლათი მიიღოს ქვეყანამ სწორედ ამ თავისი თვითყოფადი ჯიშებისგან მეტად განვითარდეს ეს რამოდენიმე ნიუანსი, რომელი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი. დღევანდელ ასე ვთქვათ, ხორბლის მოხმარების და პურის მოხმარების კულტურაში უგლუტენო ხორბლის თემა, უგლუტენო პურის თემა გაჩნდა წამყვანი. ჩვენ გვაქვს ჯიშები, რომელშიც არის საკმაოდ დაბალი თუ არა ვთქვათ, თლად ნულოვანი გლუტენის შემცველობა. შესაბამისად, შეიძლება მას მივცეთ პრიორიტეტის თემა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ეს ხორბლები გამოვიყენოთ და იყენებს მსოფლიო ამ ხორბლებს და იუნესკო ამას ცნობადობას შემატებს და ისტორიულ ასე ვთქვათ, განგრძობადობას, თორე რამე ახალი აქვე იქნება, იმიტომ რომ მსოფლიო იყენებს ქართული ჯიშების სიძლიერეს. მაგალითად, როდესაც მე ვამბობ, რომ ისტორიულად ეს ყველაფერი დაიწყო, პირველი საცავების შესწავლა და მსოფლიო ასპარეზზე გასვლა შოტლანდიელებთან ერთად ხდებოდა. უდიდესი მარაგები დღეს ქართული ხორბლის ტონობით არის საუბარი. საქართველოში არ არის, საქართველოშიც გვაქვს გემბანკი, მაგრამ კანადაშია შენახული. ისე რომ აქ ცნობადობა მსოფლიო არ გვაკლია, მაგრამ გვაკლია უფრო მეტი მუშაობა, მეტი მეცნიერული წინსვლა, მეტი გაზრდა. პეტრე ნასყედაშვილი ვახსენე, მე ბატონი ვანოზედგენიძე ვახსენე, რომელიც ცოცხალია, წეგანაც 97 წლისაა, მაგრამ ეს არ გრძელდება ისე როგორც უნდა გრძელდებოდეს. იმიტომ რომ სახელმწიფოს განვითარების კვალობაზე, როდესაც ეკონომიკა ძალზე სუსტი იყო, ვერ ფინანსდებოდა სხვადასხვა მიმართულება ისე როგორც საჭიროა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯიშთან ასე ვთქვათ, გამოცდა ჯიშების განვითარება სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ ბატონ ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს მას მოხდება ახალი ჯიშების გამოყვანა, განვითარდება ჯიშთა გამოცდის სამსახურების მიერ მოხდება მისი დარაიონება, რეგიონებში განვითარება და ქართული ხორბალი თავის უნიკალურ თვისებებს გადასცემს უკვე იმ ჯიშებს, რომელიც იქნება არა მარტო მდგრადი, არამედ იქნება უხმოსავლიანი. სამწუხაროდ ჩვენი ჯიშები არ არის უხმოსავლიანი, კარგი საგემოვნო თვისებები აქვს. გემრიელი პური ცხება. მაგალითად იყო ესეთი ბალახოვანი მცენარე მახობელი, კახეთში იყო განვითარებელი მახობელიანი პური. აი არომატული რო ვიძახი დედას პურმა გემო დაკარგა. დაკარგა იმიტომ რომ ბევრი ისეთი მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული მოვიყვანეთ, რომ საგემოვნო თვისებები დაიკარგა. დიახ, ბატონო გიორგი, სწორედ ამ ნაწილში გავაგრძელოთ ახლა საუბარი ადგილობრივი წარმოების ზრდა. არაერთი წელია მიმდინარეობს საუბარი ამაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთო მოხმარებაში 20%-მდეა რეალურად ქართული ხორბალი. ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები რა არის ამის ერთის მხრივ ეს რომ გითხრათ და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ქართველი ფერმერი დაინტერესდეს რომ იქცეს მეხორბლედ და მან აქედან ბიზნესურად რომ შევხედოთ მიიღოს სარგებელი. ნახეთ, ჩვენ არა გვაქვს მასიურად წარმოება ქართული ხორბლის ისეთი როგორიც სასურველია რომ გქონდეს. თუმცა ყავს ფერმერები, რომელსაც ჰექტარზე მოყავს 7 ტონა, 8 ტონა, ურწყავ ფართობებზე ვამბობ. მაგალითად, აი თუ მოიწოდეთ სტუდიაში არის ასეთი ფერმერი დიდო ბანკანაშვილი, სიღნაღში, ქარელში, ურწყავ ფართობებში 7-8 ტონა ხორბალი მოყავს და ამავე რაოდენობის ქერი. მაგრამ სამწუხაროდ ყავს ფერმერები, რომლებსაც 1 და 2 ტონაზე მეტი მაჩვენებელიც ვერ მიუღწევია. ბოლო დაახლოებით 10 წელიწადში 100-110,000 ტონიდან 170-180,000 ტონამდე გაიზარდა ქართული ხორბლის წარმოება. ცუდი ზრდა არ არის ერთის მხრივ, მაგრამ როდესაც ჩვენ პოტენციალი გვაქვს 400-450,000 ტონა და მათ შორის ხარისხიანი სასურსათო ხორბლის მაღალი ხვედრითი წილით, რა თქმა უნდა, ეს ამოცანა დგას. ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი სწორად წარმოება თესლის.
შემოტანა, მერე ადგილზე წარმოება. სამწუხაროდ ფერმერები თესავენ პრაქტიკულად ერთი და იგივე თესლს, რაც მის უხმოსავლიანობას ამცირებს. ვისაც მაღალი მოსავალი ხარს, იქ ბუნებრივია თესლის შემოტანა. ამიტომ ამ თვალსაზრისით რატომ ირჩევენ ისინი ამ თესლს? რატომ იცით, ხშირ შემთხვევაში მიუხედავად სახელმწიფო პროგრამების არსებობისა, ფერმერი მიდის მაინც იაფი დახარჯოს და თუ ვერ მიიღებს ბევრს, მზარალი მაინც არ ნახოს. იმიტომ რომ აქ არის რამოდენიმე კომპონენტი, ცოდნა, უდიდესი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფოში სამწუხაროდ ძალიან მცირედ არის სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილი. ტექნიკური გადაიარაღება. ჩვენ შევძელით სხვადასხვა პროგრამებით საქართველოში 7000-მდე ტრაქტორი და სხვადასხვა სამეურნეო ერთეული გაჩენილიყო, თუმცა ესეც ძალიან მცირეა. საბჭოთა საქართველოში 27000 ტრაქტორი მუშაობდა და 1700 კომბაინი. დღეს 7000-მდე ტექნიკა ყავს ქვეყანაში და 200-250 კომბაინი ნახევარი ისიც მოძველებულია უკვე და ამორტიზირებულია. ანუ ღირებულებათა ჯაჭვში მთავარი გამოწვევა თავარი გამოწვევა არის მე რო კაცმა მოგითხოს ცოდნა, იმიტომ რომ ფულზე ხელმისაწვდომობა ნაწილობრივ გადაჭრილია, თესლზე ხელმისაწვდომობა ფულის გადაწყვეტის გამო არის, ამიტომ თავარია ცოდნა და მეორე კომპონენტი გამსხვილება. ჩვენ გვაქვს ძალიან დანაწევრებული მიწები საქართველოში, რაც შესაბამისად არ იძლევა უხვი და ერთგვაროვანი მოსავლის მიღების საშუალებას. როდესაც ფერმერს აქვს 5 ჰექტარი, 3 ჰექტარი, ჰექტარ ნახევარი, ძნელია ის დაარწმუნო, რომ ერთობლივი კოოპერაციის თემა ვითარდება, მაგრამ ძალზე მძიმე ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ ბევრი რამე დამოკიდებულია თვით ფერმერზე და ბუნებრივია სახელმწიფოზე, იმიტომ რომ სახელმწიფო პროგრამები არსებობს, საჭიროა კიდევ უფრო განვითარება, კიდევ უფრო გაძლიერება, მეტი მხარდაჭერა ბიზნეს სოფლის მეურნეობისთვის, უფრო და უფრო გამსხვილება ბიზნეს სოფლის მეურნეობის, რომ ჩვენ მივიღოთ არა მარტო ხორბალზე აქ საუბარი, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებით იგივე პრობლემები დგას. ნახეთ როგორი თემაა. ხორბალი მოყავს 150.000 ტონა, მასში სასურსათო არის დაახლოებით 20-30, უკეთეს შემთხვევაში 50. მოვიხმართ 650.000 ტონა, 600.000 ტონა სასურსათო ხორბალს. ანუ იმპორტზე დამოკიდებულება არის 500-დან 600.000 ტონამდე. ეს უნდა ჩანაცვლდეს, თუნდაც ნახევრად. მაგრამ პოტენციალს რა მასშტაბით ხედავთ ჩანაცვლების? პოტენციალი ჩვენ შეგვიძლია, მე გეტყვით რა თქმა უნდა, ალელუიასავით ზეპირად ვიცი, ყველა ციფრებით უზარმაზარი პრეზენტაციები აქვს, ნაკეთები, უზარმაზარი შეთავაზებები სხვადასხვა სტრუქტურებისთვის. ჩვენ დღეს მოყვავს დაახლოებით თესავთ 50.000 ჰექტარ ხორბალს და მოყვავს დაახლოებით საშუალოდ 150.000-მდე. შეგვიძლია იმავე ფართობზე მოვიყვანოთ 400-450.000. ქერი მოყვავს თესავთ დაახლოებით 30.000 ჰექტარს და შეგვიძლია და მოყვავს 50.000-მდე, შეგვიძლია მოვიყვანოთ დაახლოებით 200-250.000-მდე. სიმინდს თესავთ დაახლოებით 80.000 ჰექტარს, მოყვავს 220.000 ტონა, შეგვიძლია მოვიყვანოთ 600.000 ტონა. ნახეთ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს განვითარებას უკვე მეფრინველეობის საკვები ბაზა გვაქვს, მეცხოველეობის მეცხვარეობა იქნება ხუთხაბარქოსანი პირუტყვი და მეთევზეობის მათ შორის, იმიტომ რომ საკვები ბაზა უზრუნველყოფს აი ამ ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას. ჩვენ სოფლის მეურნეობაში გვაქვს უზარმაზარი წინსვლა. მიმდინარე წელი მაგალითად ხასიათდება საკმაოდ მაღალი დონის ექსპორტით და უკვე გაცვლილია ქვეყნიდან $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების ექსპორტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ეს არის სახელმწიფოს და ფერმერების ერთად შრომის შედეგი, აქ 85% არის ადგილობრივი ექსპორტი. ჩვენ ექსპორტში ეცაღან თქვენ საუბრობდით საექსპორტო პოტენციალზე, თუ ამ რეექსპორტის თემას გამოვრიცხავთ, დაახლოებით 10 თვეში გვაქვს 6 მილიარდის ექსპორტი. 6 მილიარდის ექსპორტში დაახლოებით 3 მილიარდი არის ქართული ადგილობრივი და ამ ქართულში 1.250 მილიონი არის მარტო სოფლის მეურნეობა. თითქმის 40%. თითქმის სოფლის მეურნეობა არის რეალურთან მიახლოებული აბსოლუტურად შესაძლებელია, აბსოლუტურად შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია იქნება მიმართულებები, სადაც თვითქმარი არც უნდა ვიყო და ვერ ვიქნებით. კივის და ბანანის წარმოებაში არ უნდა ვიყოთ თვითქმარი ბუნებრივია, მაგრამ აი დააკვირდით რა ხდება ვაშლის სტატისტიკა. ბოლო 2 წელია ინტენსიურად გადის ვაშლი. 12.000 ტონა ვაშლია გასული იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით. და ეს არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ რისი შედეგია? ეს არის ინტენსიური ვაშლის ბაღების გაკეთების შედეგი. რისი შედეგია? თხილი რომ თითქმის $100 მილიონამდე გაიყიდა. თხილის პლანტაციებზე გაწეული შრომის და ფერმერების გამოფხიზლების მოცვი $46 მილიონი გაიყიდა. 10 წლის წინ და 8 წლის წინ მოცვის კულტურა საქართველოს სოფლის მეურნეობაში საერთოდ არ იცოდა. იგივეა კაკლოვან, ასე ვთქვათ, მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. და ეს პოტენციალი ხორბალშიც არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი პოტენციალია. იქ არის ეს, რომ როგორც ისტორიული ნაწილი აღიარება და საქართველოს როგორც ხორბლის სამშობლო,
ჩვენ სირია დღეს აღიარებული და 5-6 საუკუნით გვისწრებს. თუმცა აქაც ბევრი ჩვენი საკამათო გვაქვს, ჩვენი მეცნიერებისკენ ალავერდი. უწყვეტი აგრონომიული მემკვიდრეობის ნაწილია ამაზე ალბათ თანხმდება. ნახეთ, უწყვეტი აგრონომიური მემკვიდრეობის ნაწილია და პეტრე ნასხედაშვილი ამბობდა ესეთ რამეს, რომ ქართველმა ერმა მსოფლიოს მისცა პური, ღვინო, ხორცი. ეს არის უწყვეტი მემკვიდრეობა, ეს არ არის რომ ერთხელ დავაყენეთ ღვინო და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს არის უწყვეტი წარმოება. ქართული გენეტიკა, ქართული ერი, საქართველოს ტერიტორია, რომელზედაც საქართველოს ყალიბდებოდა, იქნებოდა სოფლიოს მისცა სიკეთეები. ახლა ყველა თავისთავად იბრალებს, მაგრამ მე ხორბლის ასეთი კორიფე მეცნიერები ამბობდნენ, რომ ბერძნებმა რომ ჩვენგან წაიღეს ოქროს საწმისი, აქ ხორბლის კულტურა წაიღესო. იმიტომ რომ ხორბლის კულტურა ბერძნებს არ ჰქონდათ მანამდე და შეტანილი კულტურაა და ამავე წავიდა საქართველოსთან და რატო ამის ისტორია ნახეთ რა არის. სოფლიოში არის დაახლოებით 20 ჯიში, ზოგი 25 ამბობს. 14 მოდის საქართველოში და 14-დან 5 არის ისეთი, რომელიც არის მხოლოდ საქართველოში. კი ბატონო და ვართ სამშობლო. და ამას აღიარებს უკვე საერთაშორისო საზოგადოება, რაც არის ძალიან მისასალმებელი და დასაფასებელი ბატონო გიორგი. კი ცოტა ადრე გვექნებოდა კოვიდმა შეგვიშალა ხელი. ეს მასალები მზად იყო, ყველაფერი მზად იყო. ჯობს გვიან ვიდრე არა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ ამ თემაზე სასაუბრო ალბათ არ ამოგეწურებათ და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, მაგრამ ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ ამოიწურა. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გიორგი ხანიშვილი, აგრო 1959-ის მმართველი პარტნიორი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.